მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება რას ფიქრობ და ჩემზე მთელი დღის განმავლობაში და როგორ მომავალს ხედავს ის ჩემთან. სამ პოზიციაზე ვშლით, ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მესენჯერში დამიკავშირდეთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის კომენტარების ველში ვიდეოს აღწერაში. დავიწყოთ და ვნახოთ, რას გვატყვის დღეს კარტი თქვენზე, რას ფიქრობ და ეს პიროვნება თქვენზე მთელი დღის განმავლობაში. სხვათა შორის მთელი დღის განმავლობაში აქ ფიქრი ამ პიროვნების აქტიური იყო თქვენთან მიმართებაში და შეიძლება ოჯახის წევრებს გაუმხილათ თქვენთან დაკავშირებული რომანი ან თავის მეგობრებთან აქტიურად განგიხილავდათ, ან რაღაც უკვე სერიოზული ფიქრები აქვს ამ პიროვნებას, უკვე თითქოს გეგმავს თქვენთან მომავალს, სტატუსში შემოსვლას, თანაცხოვრებას, რაღაც შეიძლება ფულის და ფინანსების მოძიებაშიც იყოს, ან განაწილებაში იყოს, რომ მომავალში თავისი ბედი თქვენ რომ დაგიკავშიროთ, ეყოფათ თუ არა თავისი ფინანსები, აი რაღაცა დაგეგმვაში არის ეს ადამიანი, იმიტომ რომ უკვე მის ცხოვრებაში ახალ კარს აღებს და თქვენთან შემოდის სტატუსში. თქვენთან სერიოზული მომავალი დასახა ამ პიროვნებამ და თითქოს აი შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში თუ ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ, კარგად ხართ, წყულში ხართ, ეს პიროვნება გეგმავდეს თავის მეგობართან ან ოჯახის წევრებთან იმ საკითხს თუ ხელის თხოვნის ცერემონია დაგეგმოს ან რაღაც საერთო შენაძენი გააკეთოს, რაც მომავალში თქვენს თანაცხოვრებას დაუკავშირდება და ამაზე გქონდა აქტიური საუბრები და გეგმები, ფინანსური გეგმები აქვს თქვენთან. თუ ახლა ამ წუთას ესეთ სერიოზულ ურთიერთობაში არ ხართ, რამ ხრივ რომ ჯერჯერობით ერთმანეთს არ ხვდებით, რაღაც პერიოდი არ გაქვთ, ასე ვთქვათ, გამოვლილი და ეხლა იწყებთ ურთიერთობას, აქ შეიძლება თავის ოჯახის წევრს ან პიროვნებას, რომელთანაც მეგობრობს, გაუმხილა ის ფაქტი, რომ გაიცნო ისეთი ადამიანი, რომელთანაც თავს ძალიან კარგად გრძნობს და მას გაუჩნდა იმის სურვილი, რომ თანაცხოვრებაში შემოვიდეს თქვენთან. შეიძლება ძალიან ახალი ნაცნობია, მაგრამ მაინც ეს განცდები აქვს, რომ იმდენად კარგად მიდის თქვენთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, რომ შეიძლება უთხრა თავის მეგობარს, რომ ყველაფერი ასე რომ წავიდეს, როგორც ეხლა ვარ ბედნიერი მასთან ურთიერთობით, ანუ თქვენთან ურთიერთობით, მე მასთან თანაცხოვრებაზე და სერიოზულ კავშირზე დავფიქრდები. მაინც ვნახოთ, როგორ მომავალს ხედავს ის თქვენთან. აქ ნათელია ყველაფერი, მაგრამ სამყაროს მაღალი არკანი. რა თქმა უნდა, აქ ეს ადამიანი ძალიან აღფრთოვანებულია, მშვიდ მომავალს ხედავს თქვენთან გეგმავს შვილების ყოლას, ან შეიძლება ჩავთვალოთ თუ ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ შვილები უკვე ყავთ და მასაც ყავს და აღარ გეგმავთ ცხოვრებაში იგივე, ასე ვთქვათ, პროცესის გავლას, აქ შეიძლება იყოს მისი მიდგომა, რომ თქვენი შვილებიც მისი შვილები გახდებიან, მისი შვილები თქვენთვისაც მისაღები იქნება და ძალიან ჰარმონიაში იცხოვრებთ. შეიძლება ესეც ჩავთვალოთ აქ. როგორ მომავალს ხედავს ის თქვენთან? 7 წყნარი, ჰარმონიული პერსპექტივებით სავსე მომავალი არის, იმიტომ რომ ხდება, რომ თქვენთან შეიძლება ძალიან კომფორტული იყოს თანაცხოვრება,
თქვენ მისი სიმშვიდის გარანტი ხართ და აი რაღაცა მომავალზე ფიქრს რომ იწყებს მშვიდდება და არანაირი პრობლემა და სტრესი არ ესახება. პირველად ძალიან კარგი პოზიცია, მე თქვენ დაგემშვიდობებით და ბედნიერებას გისურვებთ. და გადავიდეთ ახლა ჩვენ უკვე მეორე პოზიციის განხილვაზე. მეორეებო მოგესალმებით და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში კარტი რას გვეტყვის. რას ფიქრობ და მთელი დღის მანძილზე თქვენზე და როგორ მომავალს ხედავს ის თქვენთან. მთელი დღის მანძილზე ფიქრობ და როგორ მოგიდგეთ რომ თქვენთან ნებისმიერ სიტუაციაში ჰქონდეს არგუმენტი, ჰქონდეს კითხვაზე პასუხი, ან თქვენს თავდასხმებზე ისეთი პასუხები, რომ ყველა, ასე ვთქვათ, ყველა წინადადებას მოარგოს საჭირო გასაღები და კომუნიკაცია იქით წარმართოს, საიდანაც თვითონ უნდა. აქ გეტყვით, რომ ძალიან ძლიერ მანიპულატორთან გაქვთ საქმე. ოღონდ მანიპულაცია ამ შემთხვევაში მაინც იბოროტე და რაღაც რთული, მძიმე, ბნელი ემოციებით არ ვსაუბრობ. აქ მისი არის ეს კომუნიკაციის უნარები, ყველა სიტყვიდან გამოსავალი იპოვოს, შეიძლება ისე დაგაბნიოთ ურთიერთობაში და ისე დაგაბნიოთ ამ პიროვნებამ წინადადებების წყობაში, რომ რაღაცას უმტკიცებდეთ, თვითონ კამათში ისე შემოვიდეს, რომ დაგაბნიოთ, აი რაღაც ლაპარაკში იცის მან ისე გადაიტანს თემაზე შეცვლის და მე ისე თითქოს ეთანხმებით ერთმანეთს, რომ თქვენც ვერ გაგიგიათ საპირისპირო აზრები გქონდათ და როგორ მოახერხა, რომ მის აზრზე გადახვედით ისე, რომ თქვენც არ დაზარავდით. აი რაღაცა კომუნიკაციების გაღებაზე ფიქრობს, თუ არ კონტაქტობთ, ან გწერთ აქტიურად და თქვენ პასიურობთ, ან რაღაცა მასთან ურთიერთობა დიდად პირველ ადგილზე არ დგას თქვენთვის და ამას აჩვენებთ, რომ დიდად კომუნიკაციაში აქტიური არ ხართ, ეს პიროვნება ცდილობს, რომ რაღაცა თავისი უნარებით თავი მოგაწონოთ, აქტიურობაში შეხვიდეთ, მის შემოთავაზებებზე თანხმობები დაახვედროთ, თქვენი გულის კარები გააღოთ. შეიძლება ძალიან ბევრს ცდილობს, რომ მანიპულირებს და რაღაცნაირად იქცევა თქვენთან, რომ აი ეს თქვენი დახურული კარი, თქვენთან მოსასვლელი დახურული კარი გააღოს, ან შეიძლება აქ იყოს ძალიან დიდი ფიქრები და იმედები, რომ აი როგორც კი რაღაც ნაბიჯს გადადგავთ და მიწერთ, მზად გქონდეს პასუხები და თუ რაღაც ნაწყენი ხართ ან გაბრაზებული ხართ მასზე შემოგირიგოთ. აქ ადამიანს ნამდვილად აქვს რომანტიკული გრძნობები და თქვენთან ურთიერთობა უნდა და რომანტიკული კავშირისთვის მზად არის ეს პიროვნება, მაგრამ შეიძლება აქ ან თანხმოება გქონდათ, ან თქვენ უფრო ხისტ ენერგიებში ხართ ამ წუთას. მისი დღევანდელი ფიქრები და მთელი დღის განმავლობაში თქვენზე ფიქრები უკავშირდება რომანტიკულ შეგრძნებებს, განცდებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ, რომ თქვენ მასში დიდ ემოციებს იწვევთ, რომ თქვენთან აქვს ემოცია და შეიძლება ზოგიერთ თქვენთან შემთხვევაში სიყვარულიც იყოს ეს. ფიქრობს, რომ თქვენც მაინც ჩასაფრებული ხართ მასთან მიმართებაში და ისიც ჩასაფრებულია თქვენთან მიმართებაში. შეიძლება მთელი დღე ისე გაიყვანეთ, რომ SMS-ებს უგვიანებდით, მაგრამ რაც დაპოსტა მალე ნახეთ, ან სტორიზე შეხვედით. ან შეიძლება SMS-ებს არ პასუხობდით, მაგრამ დაგირეკათ და უპასუხეთ. აი რაღაცა მთელი დღის მანძილზე შეიძლება მანიპულაციებს აკეთებდა და საპასუხოდ ტესტავდა თქვენს რეაქციებს და მე დაკვირვებებს აწარმოებდა თქვენს. გასაგებია, მოდი ვნახოთ ახლა თუ როგორ მომავალს ხედავს ეს პიროვნება თქვენთან.
ადამიანი სხვათა შორის არ ფიქრობს, რომ თქვენთან ადვილი იქნება რამის განვითარება, ან ურთიერთობის განვითარება, ან ადვილად მოსაპოვებელ ადამიანად არ გთვლით. შეიძლება თქვენ მის მიმართ გრძნობაც გქონდეთ და გიყვარდეთ, მაგრამ მაინც რთულად აჩვენებთ ემოციებს, ან საერთოდ არც აჩვენებთ, ადვილად ბრაზდებით, ადვილად თქვენი გამოსავალი არის ხოლმე დაბლოკოთ, არ მოусმინოთ, მოიშოროთ, ურთიერთობიდან გაიქცეთ, გახვიდეთ და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან დიდი ბრძოლა იქნება სამომავლოდ თქვენთან მიმართებაში და მომავალშიც ფიქრობს, რომ რომც დაოჯახდეთ, მუდმივად კონტრასტში და ბრძოლაში და ურთიერთობის გარკვევაში იქნებით და შეიძლება ეს იზიდავდეს ამ ადამიანს, რომ აი ეს პროცესი, შემორიგების პროცესი და გავიქეცი, დამიჭირე, ხან თბილი ვარ, ხან ცივი ვარ ენერგიები, შეიძლება ამ ადამიანს უბრალოდ ეს არის ის ფაქტორი, რითაც იზიდავთ და თქვენი, ასე ვთქვათ, საბიზიდო ბარათი ურთიერთობაში არის ასეთი ურთიერთობა და ასეთ მომავალს ხედავს თქვენთან, მაგრამ თქვენს გარშემო მომავალს ნამდვილად არ ხედავს. დაგემშვიდობებით. ჩვენ ახლა განვიხილოთ უკვე მესამე პოზიცია, მოგესალმებით ჩემო მესამეებო და გავიგოთ რას ფიქრობ და მთელი დღის განმავლობაში თქვენზე და ასევე ვიგებთ როგორ მომავალს ხედავს ეს პიროვნება თქვენთან. თითქოს დღეს ესეთი განცდები ჰქონდა ამ პიროვნებას, რომ თქვენ სხვა პიროვნებაზე გადაერთეთ. თითქოს ამ პიროვნებას ისე ვეღარ ამჩნევთ, ან მის მიმართ გრძნობები ისეთი ძაფრი აღარ არის. თქვენ დამოკიდებულება შეიცვალა. ეს ადამიანი დღეს ფიქრობდა, რომ მას ყავს კონკურენტი, ან იეჭვიანა ძალიან თქვენზე, ან ისეთი განცდა დარჩა, რომ შეუმჩნეველი იყო თქვენთვის მისი არსებობა პირდაპირ მნიშვნელობით. თითქოს შეიძლება თვითონ არის, რომ ვერ გადაწყვიტა თქვენთან ბოლომდე არის თუ არ არის და რაღაცა ნახევრად ურთიერთობაში ხართ და ახლა თქვენ რომ დაიწყეთ მის მიმართ უკუსული სიარული და გრძნობები დაუკეტეთ უცხო ამისთვის და ნერვიულობს. ნამდვილად განიცდის ამ ფაქტს, რომ თქვენ ის დიდად არ შეამჩნიეთ და ყურადღების ცენტრში არ გყავდათ. ესეთი ფიქრები აქვს დღეს, რომ გამოჩნდა ჩემზე უკეთესი, დაიწყო კონტაქტი სხვასთან, ვიღაცა გამოჩნდა, ვიღაცასთან ურთიერთობა აღადგინა, სხვა მოსწონს. თითქოს ეს ადამიანი რაღაცას ცდილობდა, რომ აი მომაქცია ყურადღება, მაგრამ თქვენ მისგან შორს ხართ. აი აქაც რაღაცა გაყინული სიტუაცია არის და პლუს ამოდის ადამიანი, რომელსაც აქვს შეზღუდული მხედველობა. აქედან გამომდინარე, ეს პიროვნება თვლის, რომ დღეს ის საერთოდ ვერ შენიშნეთ, ან მისი დანახვა არ გინდოდა და არ ვიცი, რაღაცა ძალიან დრამატული ფიქრებით გვყავს დღეს ეს პიროვნება. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ეს არის იმის განცდა, რომ მან დაკარგა თქვენზე სადავეები, რომ ისეთი გრძნობები აღარ გაქვთ მის მიმართ და გაჩნდა მესამე ადამიანი, ეს ფიქრები აქვს. ახლა მოდი ვნახოთ, თუ როგორ მომავალს ხედავს ეს პიროვნება თქვენთან. ეს პიროვნება თვლის, რომ დიდი ცვლილებები მოხდება თქვენს ურთიერთობაში, რომ შეიძლება სკანდალებიც მოხდეს თქვენს ურთიერთობაში, დღევანდელი ფონიდან გამომდინარე, კარგს ნამდვილად არ ელოდება. შეიძლება ფიქრობს, რომ წუთი-წუთზე დაურეკავთ და ან დაშორდებით, ან ისევ უყურადღებო იგნორში იქნება და დიდად თქვენ მისი მისამართით აღარ დაბრუნდებით ისეთი ენერგიით, როგორიც მიჩვეული იყო. სხვათა შორის მომავალში ხედავს, რომ
მომავალზე ფიქრი მასში იწვევს შიშს, რომ შეიძლება კარმული ურთიერთობა არის ეს და ბედის ადამიანები არ ხართ ერთმანეთთან და უბრალოდ გამოცდა არის თქვენთან ურთიერთობა. შეიძლება ფიქრობს, რომ მომავალში რომ იყურება დაფიქრდა, რომ აი ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ურთიერთობა. აი რაღაცა პესიმისტურ ენერგიებში არის ახლა დღევანდელი ფონიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად ხეთ დასტის ძერში როგორი არკანი არის, ანუ ზოგადად თვლიდა, რომ შეეფერებით, წყულში იქნებით, რაღაცა რომანტიულ ვახშამზე წახვიდოდით, შეყვარებულები იქნებოდით, ან რაღაც რომანტიული შეხვედრები მაინც გექნებოდათ და განმარტოვდებოდით და რაღაც სასიამოვნო დღეებს გაატარებდით ერთად. მე აქ ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანი ფიქრობდა რაღაც უფრო ძალიან სერიოზულ ენერგიაში თქვენთან მომავალს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მომავალში გქონდა გეგმები, რომ რომანტიული შეხვედრებით სავსე პერიოდებს გაივლიდით, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო რაღაც მისი ემოციები გადაიხარა იმ ენერგიაში გადავიდა, რომ განხეთქილება იქნება, სკანდალი იქნება და თქვენს ურთიერთობაში რაღაც მისთვის ამოუხსნელი მომავალი მოდის და რაღაც განგაში აქვს ჩართული, რომ შეიძლება თქვენ მასთან ურთიერთობა დაამთავროთ, ან პირდაპირ გაგებით დაამთავროთ, ან თქვენი ემოციები შეუწყვიტოთ და აღარაფერი აღარ მისცეთ ემოციური ფმა აღარ დაანახოთ. ну შეიძლება აქ ფიქრობს, რომ ეს ადამიანი, რომ ურთიერთობა დამძიმდება, დაიწყება ეჭვიანობები, განკითხვა ერთმანეთის და აი რაღაცა სირთულეებში არის. ყოველ შემთხვევაში ეს არის დღევანდელი მისი ემოცია, რადგან დღეს მისი ფიქრები იყო თქვენთან მიმართებაში ისეთი ენერგია და განცდა დარჩა, რომ ვერავინ შენიშნა ის კადრს მიღმა იყო, არავის აინტერესებდა და უჩინარი ადამიანის როლი ჰქონდა მორგებული. აი ესეთი პოზიცია გამოვიდა. მე თქვენ დაგემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ ყველას, რა თქმა უნდა და მომავალ შეხვედრამდე.